ქართული ოცნების პროკურატურა ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის და დირექტორის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ 11 საათზე უნდა განიშნულონ. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბათუმელების ინფორმაციით ამაღლობელის დაკავებაში ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილეობდა. გამოცემის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავების მომენტში ჟურნალისტს პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და დგებუაძე მას სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრება. მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა იფიცება საქართველო 15 იანვარს 15 საათზე. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა. ბათუმელების ცნობით, ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშობდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც ჟურნალისტმა განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას. დამოუკიდებელი მედია საშუალებების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი კამპანია წამოიწყეს. მზია ამაღლობელი აღმოჩნდა პირველი ჟურნალისტი, რომელსაც რეჟიმი ციხეში უშვებს. და ვფიქრობ, რომ მზია არ იქნება ბოლო. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ჟურნალისტზე, რომელმაც გაუძლო ამ ქვეყანაში ყველა ხელისუფლების უმძიმეს წნეხს. და დღეს ჩვენ ყველა ხმამაღლა უნდა ვთქვათ, სოლიდარობა ჩვენს კოლეგას, თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება რეჟიმის ყველა პოლიტიკურ პატიმარს. საქართველოს მრავლად ყავს ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი პროფესიული ღირსებით და სამოქალაქო თავდადებით. ქვეყანაში ვერ გაიმარჯვებს ბნელი ტოტალიტარიზმი. თავისუფლება მზიას და ყველა პოლიტპატიმარს. თავისუფლება მზიას. თავისუფლება ამ უსამართლო რეჟიმის პოლიტპატიმრებს.